მოგესალმებით. მე გახლავართ გიორგი თავაძე და თქვენ უყურებთ დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს. ვინ წინა სერია ნახეთ, გემახსოვრებათ რომ ჩვენ ვიყავით სოფელ ხეუთში და ზუსტად სოფელი ხეუთის პირდაპირ ჩანს საკმაოდ მაღალ მთაზე, ტყის მასივში, ისტორიულ წყაროებში ცნობილი ორცეფის ციხე კოშკი. ეს არის სწორედ უკვე ნასოფლარი ორცეფის ციხე კოშკი, მისი შემორჩენილი ფრაგმენტი და ეხლა ზუსტად მივდივართ მის გადასაღებად და ასევე მოვივლით ციხე კოშკის ახლოს მდებარე რამოდენიმე დაახლოებით 9 კილომეტრის იქით ნაეკლესიარებს. დანარჩენს უკვე დეტალურად თქვენ სერიაში იხილავ. აბა წავედით. წინა სიუჟეტში ნაჩვენებ სოფელ ხეუთის მოპირდაპირედ ხევის თავზე მოსჩანს სტრატეგიული ნაგებობის ფრაგმენტი. როდესაც ადგილობრივებს ხეუთში ვკითხე, თუ რა წარმოადგენდა მთის ფერდზე მდგომი ძეგლი, მათ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ ეს ორცეფიას კოშკია. ამ დასახელებაში ჩემი ყურადღება მიიქცია სიტყვა ორცეფიამ. პირველი აზრი, რაც მასთან დაკავშირებით გამიჩნდა, არის ის, რომ იგი აუცილებლად იმ სოფლის დასახელებას უნდა აღნიშნავდეს, რომლის კუთვნილებასაც წარმოადგენდა ეს ფეოდალური პერიოდის თავდაცვითი ნაგებობა. ჩემი მოსაზრება გამართდა, რამე თუ გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში შეტანილია სოფელი სახელწოდებით ორცეფი. ამავე ოსმალურ დოკუმენტზე მუშაობისას აღმოსავლეთ მცოდნე სერგი ჯიქია ხაზს უსმევს იმ გარემოებას, რომ თურქთა აღბეჭდილი ორცეფი. ეს სწორედ ის დასახლებაა, რომელსაც მესხეთის მკვიდრნი ორცეფიას სახელით მოიხსენიებენ. გურჯისტანის ვილაიეთისეული ორცეფი. იგივე ორცეფია 1595 წლისათვის 8 კომლი ქრისტიანი ქართველით დასახლებული სოფელია. მაგრამ გონებ ორცეფი მე-16 საუკუნის ბოლოსათვის უკვე ნაწილობრივად დაცლილია. რამე თუ ის ფართობი, რაც ამ სოფელს წინათ ეკავა, არ იქნებოდა მხოლოდ 8 ოჯახით დასახლებული. დღევანდელი მდგომარეობით ნასოფლარში შემორჩენილ მიწისზედა ძეგლებიდან გამოიყოფა ციხესიმაგრის ნაშთი კოშკის სახით და 2 ტაძრის ნანგრევი, რომელთაგან ერთი ამალაგიდან შედარებით ზევით მდებარეობს და ბერთას სახელით არის ცნობილი. სამწუხაროდ ჩემი ორცეფში ყოფნისას ამინდის მკვეთრი გაუარესების და გამო ბერთას ტაძრამდე ასვლა ვეღარ შევძელი. მაგრამ გაჩვენებ ნასოფლართან ახლოს მდებარე ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლის ნანგრევებს და მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ფეოდალური ეპოქის სიმაგრის ნაშთს. ქართველი მეცნიერის გიორგი ბოჭორიძის მიერ განხორციელებული ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში მე-20 საუკუნის 30-იან წლებს განეკუთვნება. ამ პერიოდში მეცნიერს დეტალურად აქვს განხილული ნასოფლარის ზევით არსებული ბერთას ნამონასტრალი, ხოლო იმ ტაძარს, რომელიც ნამოსახლართან ყველაზე ახლოსაა, მხოლოდ გაკვეთით ახსენებს. ტაძრის ნანგრევებს, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ბოჭორიძე მოიხსენიებს არნადას სახელით. თუ რას ნიშნავს სიტყვა არნადა, ან რატომ ეძახდნენ ამ ეკლესიას ესე, სამწუხაროდ უცნობია. ტაძრის როგორც ნაგებობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. კედლების უმეტესი ნაწილი და გარე პერანგიც თითქმის სრულიად შემოცლილია. ეკლესიის სამხრეთ ნაწილში შეინიშნება მინაშენის ფრაგმენტი, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ტაძარი არა დარბაზული, არამედ ორნავიანი ტიპის ბაზილიკურ ნაგებობას წარმოადგენდა. ნახევრად დანგრეული კედლების შემხედვარე ნათელი ხდება, რომ სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყისა და ტუფის ქვები, რომელთა შემადუღაბებლად კირია ნახმარი. სამლოცველოს ექსტერიერის სავალალო მდგომარეობასთან, ასე ვთქვათ, შეუსაბამობაშია ის გარემო, რაც ეკლესიის შიდა სივრცესთან მიახლოებულ შემოგვხვდება. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ჩემდა გასაკვირად, სამლოცველოს ინტერიერში ბევრად მეტი ფრაგმენტული სახით შემონახული დეტალია. თავდაპირველად ყურადღებას იქცევს სამხრეთის ჩამონგრეული ნავის შიდა კედელი, რომელსაც კვლავად შერჩენია დამუშავებული თლილი ქვები და მის კედელზე აღმართული თაღის ფრაგმენტი. ტაძრის მთავარი დარბაზში შესასვლელიც ამავე სამხრეთის მხრიდან უნდა ყოფილიყო, მაგრამ გეზი დასავლეთის მცირე მინაშენისკენ ავიღე. ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს ეგვტერი, რომელსაც დიდი ალბათობით საგვარეულო საძვალის ფუნქცია ექნებოდა. ფეოდალურ საქართველოში ტრადიციულად ტაძართან მიშენებული მცირე ზომის ნაგებობა, ანუ ეგვტერი, ორი მნიშვნელობით გამოიყენებოდა: სამლოცველოდ ან საძვალედ. ამ კონკრეტული ტაძრის შემთხვევაში, თუ იგი არა სამწირველოს, არამედ სამარხის დატვირთვის მქონე ნაგებობას წარმოადგენდა, მაშინ ის იმ დაწინაურებული ოჯახის საგვარეულო საძვალე იქნებოდა, ვინც ორცეფისა და მის გარშემო არსებულ დასახლებათა ბატონ პატრონად ითვლებოდა. ასევე ეკვდერი გვევლინება ორნავიანი ბაზილიკური სამლოცველოს ყველაზე კარგად შემონახულ ნაწილად, რომელსაც ყველაზე უკეთ შერჩენია როგორც თლილი დამუშავებული ქვით შემკული კედლები, ასევე გადახურვაც. გადავდივარ ტაძრის მთავარ დარბაზში, რომლის გულშიც აყრელი ფილაქნის ადგილზე ქაოტურად ამოსულა ველური მცენარეები. კვლავ განირჩევა საკურთხევლის ნახევრად განგრეული კედელი, მასში გაჭრილი სარკმლის შემორჩენილი ზედარკალისებრი მოყვანილობა. უფრო ზევით თლილი ქვით შემკული ნახევარ გუმბათი, იგივე კონქი და მისგან ჩრდილოეთით პილასტერის დაბოლოება, რომელიც ასევე თაღის საყრდენსაც წარმოადგენდა.
სამხრეთის კედელში კლავდევს შემოსასვლელი კარის ზედა ვერტიკალურად გადადებული დიდი ზომის ქვა, რომლის ფასადური გაფორმებიდან კვალის სახით ნახევრად წრიული ფორმის მქონე მკრთალი ხაზიღაა შემორჩენილი. ტაძრიდან მცირე მანძილის გავლის შემდეგ მივადექი იმ კოშკს, რომელიც გაღმა ნაპირიდან შევნიშნე და სურვილი აღმიძრა მისი ახლოდან მონახულებისა. პირველი შთაბეჭდილება, რაც ორცეფის კოშკთან მიახლოებისას გამიჩნდა, არის ის, რომ იგი უპირობოდ წარმოადგენს ფრაგმენტს იმ ციხესიმაგრისა, რომელიც აქ საუკუნეთა განმავლობაში იდგა. იგი თავისი სამშენებლო წყობიდან და ფორმებიდან გამომდინარე, განეკუთვნება სამცხის შუა საუკუნეთა სიმაგრეების რიგს. თუ გავითვალისწინებთ მთის ფერზე არსებულ რელიეფს, იგი ბრწყინვალის შესაძლებლობას ანიჭებდა მასზე დაშენებულ ციხესიმაგრეს, როგორც ხეობის გასაკონტროლირებლად, ასევე თავდაცვითი ფუნქციის შესათავსებლად. სტრატეგიული ნაგებობის კომპლექსი აუცილებლად გაგრძელებას ჰპოვებდა კოშკის აღმოსავლეთით, გორაკის იმ წერტილამდე, სადაც ახლა ჯვარეა დასმული. მიუხედავად კოშკის ყველაზე მაღალი წყების ჩამონგრევისა, მართებულია მისი შეფასება როგორც მაღალი ნაგებობისა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია შიდა სივრცეში შესვლა, სადაც კედლების დათვალიერებისაც აუცილებლად შეამჩნევ ოთხკუთხედი ფორმის მქონე ღრმულებს. ასეთი ერთმანეთის მოპირდაპირედ შეგნებულად გაკეთებული ჩაღრმავებები წარმოადგენენ კოშკის იმ სართულთან გამყოფ ბარიერებს, რომელიც გარდა გამიჯვნისა, ასევე ყოველი ინდივიდუალური სივრცის იატაკადაც გვევლინებოდნენ. მასალად უმეტეს შემთხვევაში გამოიყენებოდა მუხის ხისგან გამოთლილი მორები. ორცეფის სიმაგრის შემთხვევაში თუ დავითვლით ღრმულების ოდენობას, დავასკვნით, რომ თავდაპირველი მდგომარეობით იგი იქნებოდა 5 სართულიანი კოშკი. ამ უკანასკნელის მასშტაბი ასევე გახლავთ კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი გრანდიოზული საბრძოლო ფუნქციის მქონე კოშკებს ცალკე მდგომ მხოლოდ სასიგნალო ან საყარაულო დანიშნულებისათვის არავინ აგებდა. არამედ ისინი ყოველთვის უშუალოდ გალავნით გარშემორტყმულ ციხის კომპლექსში შემავალ ყველაზე მაღალ ნაგებობათა ჯგუფს განეკუთვნებოდნენ. რომელიმე მსხური ფეოდალური გვარი ან გვარები ფლობდნენ ეპოქათა მიხედვით ორცეფის ციხეს. ან იდგა თუ არა აქ ოსმალური გარნიზონი, რომელიც წლიდან შეწყვეტა ციხემ ფუნქციონირება როგორც სტრატეგიულმა თავდაცვითმა ნაგებობამ. რა პერიოდში განხორციელდა მისი მგრევისა და გაპარტახების ძირეული პროცესები. სამწუხაროდ ეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პასუხგაუცემელ კითხვად რჩება. რამე თუ არც დღემდე ჩვენამდე მოღწეულ რომელიმე საისტორიო წყაროში და არც ზეპირსიტყვიერ გადმოცემებში არ მოიპოვება რაიმე ცნობა, რომელიც ამ ყველაფერს მოჰფენდა ნათელს. რაც შეეხება ორცეფს როგორც დასახლებას, 1595 წლისათვის 8 კომლიანი სოფლიდან 1842 წლის მეფის რუსეთის არქივისეულ დოკუმენტში ნახსენებია როგორც ურაველთან მიერთებულ ადგილად, ხოლო საბოლოოდ მისი მიწერა როგორც დაცლილი სოფლისა მოხდა ხეոցზე და შესაბამისად ნასახლარში შემავალი ტერიტორიებიც ხეოთელების განკარგულებაშია. ევანდელი სერიაც დასასრულს მიუახლოვდა. ემშვიდობებით მომდენო ახალ სერიებამდე, ვისაც მოგწონთ არხი გამოიწერეთ და ერთად უყუროთ დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს. დროებით.